მე მინდა საზოგადოებას უთხრა სრული სიმართლე ამ საკითხთან დაკავშირებით. TV პირველს დეზინფორმაციის გავრცელებაში გიორგი ბაჩიაშვილის თანამესაკნის ნათესავები ამხელენ. ირკვევა, რომ ოპოზიციურმა არხმა სასჯელახსრულების დაწესებულებაში ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირის ბიძისგან მანიპულაციის გზით არასწორი ინფორმაცია მოიპოვა, შემდეგ კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გაავრცელა. მამაკაცს, რომელიც TV პირველმა ყალბი ამბის გასავრცელებლად გამოიყენა, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს და მისი ცოლის ძმისშვილთან 10 წელზე მეტია არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. ამაზე ჩვენთან ინტერვიუში თავად მსჯავრდებული კახი მეტრეველის მამიდაშვილი საუბრობს. ქეთი ყანჩაველის განცხადებით, მიუღებელია მსგავსი აბსურდული ამბის მტკიცებულებად მისი მამის ინტერვიუს გამოყენება, რომელსაც მათ პატიმარ ნათესავთან სატელეფონო კომუნიკაციაც კი არ ჰქონია. სრულიად არაადეკვატურია ეს სიტუაცია. მამაჩემს 10 წელია კონტაქტიც კი არ ჰქონია საერთოდ. ანუ არც ციხეში უნახავს, არც დაუკავშირებია ზუსტად ესეთი ადამიანი, როგორ შეიძლება სარწმუნო იყოს ამის ინფორმაცია, როცა კონტაქტი საერთოდ არ გაქვს და გამოიყენო ეს ადამიანი ამ ინფორმაციის მტკიცებულებად, ეს ხომ სრულიად მიუღებელია. შეიძლება რომ ადამიანთან 10 წელია კონტაქტი არ გქონია და მოდიან და შენ გეკითხებიან ინფორმაციას, თან მით უმეტეს ესეთ რაღაცას? ქეთი ყანჩაველი ყვება, რომ დეზინფორმაციული რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ მისი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გიორგი ბაჩიაშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პატიმრის მამიდაშვილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ TV პირველისთვის მისი მამის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი და ის ყალბი ამბის გასავრცელებლად შეგნებულად გამოიყენეს. ესე მოულოდნელად, მანამ საერთოდ არაფერი არ ყოფილა, სრულიად მოულოდნელად დაგვადგნენ თავს. შეიძლება წინასწარაც ჰქონდათ ინფორმაცია მამაჩემის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით. უსვამდნენ უამრავ შეკითხვას, აბსოლუტურად დააბნიეს ეს ადამიანი, რამაც შემდგომ უკვე გავლენა მოახდინა მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. აღნიშნული ჟურნალისტი კითხვებსაც თვითონ სვამდა და პასუხებსაც თვითონ იძლეოდა ამ საკითხთან დაკავშირებით და რაც უნდათ, მოკლედ ის ინფორმაცია თვითონვე გააჟღერეს ამ სიუჟეტში. ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე. ამ ყველაფრის შემდგომ მამაჩემის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. არის ღრმა დეპრესიაში, საერთოდ საჭმელსაც აღარ ჭამს, ხალხს აღარ ეკონტაქტება, ისედაც ჰქონდა ეს პრობლემები და ამ სიტუაციამ ძალიან დაამძიმა. პატიმარ კახი მეტრეველთან დაკავშირებით კიდევ ერთი დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით ოპოზიციურმა არხმა არაიდენტიფიცირებადი პირის ინტერვიუ გამოიყენა, რომელიც მეტრეველის მეზობლად გაასაღეს და მასზე დაყრდნობით გააჟღერეს თითქოს ბაჩიაშვილის თანამესაკნე ციხეში ეგრეთ წოდებული მაყურებელია. პატიმრის მამიდაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ მისამართზე მის ბიძაშვილს არასოდეს უცხოვრია, შესაბამისად ინფორმაცია მეტრეველის შესახებ ვერც მეზობლებს ექნებოდათ. რას ქვიან მაყურებელი, რატო აკეთებენ ამაზე აქცენტს, საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. გაოგნებული ვარ ამ თემით, ერთი ჩვეულებრივი პატიმარია, რომელიც აგვისტოში გამოდიოდა. არ ვიცი ეს მეზობლებიც, საერთოდ ვინ ალაპარაკეს, საერთოდ რამდენად რეალურია, იმიტომ რომ აქ კახის არავინ არ იცნობს. საერთოდ არავინ არ იცნობს აღნიშნულ მისამართზე. კახი 10 წელია კი არა, მანამდეც არ გამოჩენილა. ოდესღაც ბავშვობაში რეგისტრაციის მისამართი იყო და იმის მერე საერთოდ არ გამოჩენილა. ვინ იცის საერთოდ კახი ვინ არის და როგორ უნდა ეთქვათ აღნიშნული ინფორმაცია. ოპოზიციური მედია საშუალებები გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც ამხილა. მათი ცნობით 11 ივლისს საკანში მსჯავრდებულებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზიანებები როგორც გიორგი ბაჩიაშვილმა, ასევე კახი მეტრეველმაც მიიღო. ამ ეტაპზე ორივე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. 11 ივლისს ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ორივე მსჯავრდებულ. როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, ისევე როგორც გბ-ს შემთხვევაში, ინციდენტში მონაწილე მეორე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მისი სტაციონირებაც და იგი მოთავსებული იქნა პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში. არსებული დაზიანებისა და გამოცენებული კლინიკური სიმპტომების შესაბამისად, მას დღემდე უტარდება შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები და საჭირო მკურნალობა. ამ ეტაპზე ორივე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მიკერძოებული მედია კონკრეტული სამართლებრივი საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.